გიხარო და გიხარ. ისე მშია რომ ვერ წარმოიდგენ. ეხა გამიცი არ დაგინახო ვინმეს რამე მიწერო. გვესინაშია უმეტესი და უმეტარესი. აბა, წავიდა. მინდა რომ მიწა გამისკდეს და ჩამიტანოს. ოპა. ხეუნა კოჩნა. ხელის დასურაც არ უნდა რა. გააფუჭა ყველაფერს. ბოდიში. ხად მომიღე ნეკნი. ვიმახსოვრებ. გიჭირდება. იცი არის უნდა გამოვთხრე. ხო არ გადავ, ვეღარ ჩერდები. ეს არა მომიჭრავს. ეს არის ჭამა. აბა. ნეკნების ეპიზოდს წერთ. დაგაყენეთ საშველი. ანძაზე ვართ. სადაც მე ბოლოს რო ვიყავი, მაშინ არ ვჩანდი. დიახ, აქ გვაქვს ეპიზოდი ჩაწერილი, მაგრამ ნეკნების ეპიზოდის შემთხვევაში გავიმეორებთ რესტორნებს, იმიტომ რომ დიდი არჩევანი არ არის და თან მაგალითად ბარბეკიუ ანზაში გამორჩეული ნეკნებია და ტოპ ნეკნების რესტორნებში ამის გამოტოვება არ შეიძლება და სწორედ ანზით ვიწყებთ. ვისაც არ გაქვთ ნანახი, ნახეთ, კობახასთან ერთად ვიყავით. დიდი შესაბოლი უდგათ და იქ 6 თუ 8 საათი იბოლება ეს ხორცები და მერე მიდის სტუმრამდე. წავედით. წავედით. ეს არის ცხარე ნეკნი, ეს არის თაფლით და ეს არის კლასიკური ბარბეკიუ. აქეთ მოყვება соуსები, ჩვენ შემთხვევაში 4-ვეა, თუმცა ერთი ნეკნის შემთხვევაში ირჩევს სტუმარი, ბარბეკიუ, ჰალაპენიო, ჩიმიჩური და ნივის. ჯამშია. ეხა გამიცი არ დაგინახო ვინმეს რამე მიწერო, ანუ პასუხობშია. და სანამ საჭმელზე გადავალთ ხსნით აი ესე 12 მარცვალს ჰოპი ლაგერს 12 მარცვალი თვითონ სახელიც იქიდან მოდის რომ მარცხინო ხე ისე დაასხე საქართველოს ხორბლის ქვეყანაა და ძველი ქართული ხორბლის ჯიშები უნიკალური და ძალიან მაგარია და სწორედ აქედან 12 მარცვალი დაერქვა ამ შვენიერეს ცოტა კაფე უნდა კონდეს ისე ცოტა უნდა კონდეს აი იქ აქედან საჭესთან მე დავჭდები და ამიტომ ნახევარს დავვლევ. თან ახლავე რომ მე გამივიდეს. მე დავიწყებ კლასიკური ბარბეკიუსი, მე გადავალ თაფლზე და მე გავსინჯავ ცხარეს, რადგან დიდი ცხარეს მოყვარული არ ვარ. აი, მოდი მე აქედან გამოვყვები. მაშინ და სადღაც შევხვდით. ძალიან რბილად ძრება ხორცი კანს. არა, ეს ძვალს ამოიღებ. გადადებ. მე როარ დამოიღებ, გადადებ. ლაშასნაირად. ლაშამ აი ამას ჩავდებ ხელს და აი ესე. ხო ძალიან რბილია და ისე იღეჭება, მაგრამ აი ხორცის ფაქტურა მთლად ჩაშლილი არ არის, რაღაც სიმყარე აქვს თვითონ ამ ხორცს. მოდი კლასიკურს გავსინჯავ ბარბეკიუს. ცარიელიც კარგია соуსი, შეიძლება სულ არ გერდებოდეს. ძალიან კაია. ცხარე არ უნდა შეგაშინოთ. არც ძალიან ცხარე არ არის. საშუალოზე ნაკლებად ალბათ. იღებ. ამას აკადებ. ნახე. აი, ნახე. დააკვირდი. ოპ, ამოვარწი. ნახე, რა სუფთა ძვრები გამოდის. დაშალა მთელი ნეკნი. ეგრეც უნდა. ჩონდიმრელი. აუ ძალიან გაია. საოცარი ნეკნია. ანძას ფილიალი გაიხსნა ბაქრაძეზე, ვერაზე და ვისაც ცოტა შორი გგონიათ აქ ამოსვლა ანძაზე. გგონიათ არა, ეხლა ცენტრალური უბნებიდან მოდიხარ საცობების პირობებში. დღევანდელი საცობების პირობებში, ერევანი დაიტბორა რაღაცები მაგ პირობებში. ცოტა შეიძლება ძნელი იყოს აქ ამოსვლა და ბაქრაძეზე არის და გამოძახება შეგიძლიათ. თუმცა მე იქ არ ვარ ნაყოფი ბაქრაძეზე და ეს ადგილი ზუსტად მაგიტო მომწონს, რომ რაღაცა რო გახედავ სივრცეა და თვალს იამონებს და ქალაქ გარეთ ყოფნის განწყობა მოაქვს. იქ პატარა სივრცე აქვს. აქ ბოლავენ და აქედან შეპოლილი მიაქვთ იქ რა. ამიტომ გემო ერთ და იგივე იქნება ზუსტად. მოდი ცხარეს გავსინჯო. აი ეს ცოტა უფრო მყარი ტიპია თუ მეჩვენება?
ვერ ჩამოყალიბდი რომელიმე შევნია. ნამდვილად ცხარე არ არის ისეთი ცხარე რომ აიმე რა უჭამე წაკრავს რა სიცხარე და ცოტა უფრო ყარიტებია კლასიკური მეტად მომეწონა იმიტომ იქ შესუნელებამ და ამ სიცხარემ ცოტა სხვაგან წამეყვანა და კლასიკურში ხო აი ნეკნი ხორცი ესეთი აქ იგრძნობა ხალაპენიო სწორად დაუმატა სიცხარე соусებს რა ვაფშე არ ვაყოლი. რატომ რადგან არც ერთი соуსი არ გამომიყენებია ჯერ. მოდი ასევე თაფლსაც მაგ პრინციპით გავყვები ჯერჯერობით. თაფლიც აი ესევე ძრება. თაფლი საერთოდაც იშლება. შო ეს ყველა შობია. ჩემთვის. ჩემთვისაც. ანუ ნეკნს უნდა კონდეს მოწყობები სიტ მოუკვდება მაგრამ. უეჭველი. აუ თაფლი მაგარია. ყველაზე ფაფუკია. მოწყობა გემოაკვდება. აი მაგარი არის. მაგარია. ბოლჯიში ბარბეკიუსთან და წყარისთან თაფლი ყველაზე კაია. ეს იყო ნივრის соуს, ხო? აი უნდა соуსი. აი მე მაგას ვერ ხვდები. იმდენი соуსი აქვს ისედაც ამას. განკაია. აი ამ კლასიკურს ცოტა თვითონ კიდე ბარბეკიუ მოუხდა იცი. ცუდი არ არის соусითაც. ვისაც უყვარს ახლა соусები, მაგალითად ჭაც ვინც ყემლით ჭამს სახელს და გვარს არ დავასახელებ. შეიძლება მოეწონოს და გასიჭე. ანუ მწვადი соуსში არ იწובה ანა. ჩიმიჩური. მომეცი აგავსინჯა. არა, ეს არ არის დიდად შუაში. მე ჩემი აზრით არ ხდება, რომელი მოხდა. დანარჩენები კი. ბარბეკიუ მომეც. ეს ნეკნი პრინციპში უფრო ამერიკული კერძია, ხო? ეს რესტორანი კია ბარბეკიუ ყანძა და ამერიკული კერძებია, მაგრამ ზოგადად კერძადაც უფრო მე მგონი ამერიკაშია შეკრულ ჩამოყალიბებული და სხვადასხვა შტატში როგორც ვიცი, კი არ ვარ ნაყოფ. განსხვავებულია. აბა მოგწერეთ, ვინც ნაყოფი. აბა გაიხსენეთ ფილმი ან სერიალი, სადაც ნეკნებს ჭამენ. ნეკნების ჭამა არ მახსოვს, სად არის? House of Cards-ში აა კევინ სპეისი ჭამს სულ ერთ და იგივე ტიპთან დამავიწყენ იმის სახელი. ნეკნებს. ავარჩიეთ ისეთი ადგილი დასაჯდომად, სადაც ღია არის და წვიმა წამოვინა. და მოგახსენებათ უკვე ეს ეპიზოდი რომ დაიდება გეცოდნებათ რომ თბილისი წაიღო წვიმა. ვერ ვიტყოდი, ერევანი. ეს არ მომიჩნევს. შესაბამის არხებზე გაშუქდა რომ მარტო ერევანი წაიღო წვიმამ და თბილისში ყველაფერი კარგად არის. თბილისში просто გვაბანავეს. მჟავეს აჭამ. იცი როგორ უხდება? ხორატი გახსოვს? წარვად ვარ, ცა. წარვად ვარ. ამ ყველაფერს ჰოპილაგერი ყველაზე მეტად უხდება. იპას რო ვსავდე ეხლა თუნდაც 12 მარსვლისას უფრო არ გამისწორდებოდა ვიდრე ეს ჰოპილაგერი, იმიტომ რომ აი ძალიან ძიმე კესთან უფრო თხელი გამისწორდა. ესეთ ხორცს უფრო ეილებს უხდენენ ხოლმე, მაგრამ რა ვიცი, ეხლა ეს ყველაფერს უხდება. ეცე არის ჩემთვის აი ჰოპილაგერი ეილთან ახლოს არის და მაგიტომ. რანაირად არის ახლოს? აქვს არომატები ეილის ცოტა. მიყვარს საჭმელთან ეს თხელი ლუდი უფრო. ხო, გემონებს ამავე. აქ რა მოხალთ თაფლიანი შეუკვეთეთ და ჩემი სახელით. არა, კლასიკური წკენ. ყველა კაია, მაგრამ თაფლიანი ძალიან მაგარია. და ანა მართალი იყო ბარბეკიუ соуსი ძალიან მოყვდა. მაგიარა. გადავწყვიტეთ რომ პერიოდულად დავიშალოთ ხოლმე. ისე ვიშლებით. სექტემბერში მე შემოგთავაზებთ ეპიზოდს ბრემენიდან და შესაძლოა ბრემენს პლუს ჰამბურგიდან. მე შეიძლება სვანეთში წავიდე. აუ შეიძლება არა წადი. ანუ თვითონ გერმანიაში მიდის და მე ვინუსდენში მაგდებს სვანეთში წავიდე. ერთი წუთით კრეტა რო გადავიღებ დასვენების პერიოდში, თარო ვფიქრობდი ეხა სად წავიდე რომ კარგი გადასაღები იყოსო, კარგი იყო, არ გამოვიდოდი სასტუმროდან. სვანეთი იქნება, სხვა რამე იქნება, გადავიღებ. უბრალოდ არ ვიცი კონკრეტულად სვანეთში მოვახერხებ თუ ვერ მოვახერხებ სასწაულს და დავამთავრეთ ეხლა. კომენტარებში. რამე. სად წავიდე დაწერეთ, კაი. ერევანის ეპიზოდი გასაკეთებია. დაიტბორა რა დაიღეთ. ანძის მერე
პირდაპირ აქვე გადმოვედით თბილისის ზღვის მარჩი. ყავა მინდა და რამის ნექი რა გინდა ლაშაშენ. ჩელიბონი გაიჩნდა ახალი. მარწყვი, ყურძენი, აწამი, მსხორობი. ანანასი. ანანასი აიღე რა. ეხა. თუ მანგო. არა. ბოლომდე ვჭამდა ამდენ საღასები. კაი, რომელ ყავას თალა? ჩემი მიქსი. ჩენი მიქსი ხო რომ წაგარჩვის. ნოუ-ჰაუ. და ხელალამაზი ერთხა. აუცანგები. ავაზი არ ჯერა. მომევა. ანანასი ფუტაი. აი, წავედი. რომელი გინდა? დაღალი. სახში მოვედით. გავსინჯავთ ნეკნებს. დიახ. ნახოთ, ცეხი რას გთავაზობს. ჩემი მამუკ, მე ჩემი ვიცი ვახ, რასაც გთავაზობს შენ. ჩემი ლუკა, ჩემი ცისანა. წავედი. გიხარო და გიხარ. აბა ნეკნები. ამ არაჩვეულებრივი და მადის აღწრონებს გავსინჯავ, ძალიან უნდა გთხოვოთ, რომ გამოიწერეთ არქი. არქი გამოიწერეთ და დაალაიქეთ ეპიზოდი. და დააკომენტარეთ. ძალიან გთხოვთ. დავიწყებ. უზარმაზარი პორცია, მინდა გითხრა. კი, გორის ნეკნები. აუ, ერთად. ნახე. თავისით ცალკევდება. ოპა. შეიძლება აუყმულზე. კვამლის გემო ხო აქვს. მოტკბო соуსი ხო აქვს და ძალიან უხდება და ხორცი იშლება ხო პირში. ეს წესით ხელში უნდა აიღო და გამოწუწენა. წესით ხელით იჭმევა რა. აი, მოდი ახლა მე გადავკრავ. მიდი. ცხარეც არის, ოდნავ ხორცზე რო თქვა კიდე ძალიან ბილია. соуსი ისეთი აქვს, მოტკბო. და მე რო ჭამ, ცოტა სიცხარეც დაკრავს. აი, ჩაჭრა. ძლებისგან ეგრევე ცალკევდება, ანაირია. აუ. ამ соуსს აქვს თვითონ შებოლილი გემო ცალკე. соуს აქვს ხორცსა რა? არა, ხორცაც აქვს, მაგრამ აი соуს ზედაპირზე ეთყობა რაღაცნაირი შებოლილი გემო, არა? ალბათ, ხო, აი კვამლის გემო ისე აქტიურად მოდის. არ უნდა რა ეს. ხევნა კოცნა. ძალიან მალე იჭმევა. ზესუმზირასავით. ვერ ხვდები соуსის აიტმის, ბარბეკიუც არის, ცოტა ცხარეც არის, ცოტა შებოლილი, არა ბარბეკიუს შებოლილი ის აქვს რა, არომატი რა. თვითონ ხორცი არის, აი დნება ისეთია რა. თან გამომშრალი არ არის, რაც თავარია. ურბილესია და აი ძულიდან რო ეგრევე იშლება, ეგეთია და ძალიან გემრიელია მოკლედ. ცეხიდან გემშვიდობებით. არხი გამოიწერეთ კიდე. კიდე ხო, აუ გამოიწერეთ, არხი ძალიან შეცოტავდა, ნახვები გაიზარდა, მაგრამ საბსკრაიბერების რაოდენობა შეცოტავდა და ცოტა შოკში ვარ, ძალიან ნერვიული. მოდი ამ ვიდეოზე ბევრი გამომწერი მოვუმატოთ. ესე ხა ვეღარ ვჭამეთ. არა, რაც ვჭამეთ, დაგვეთანხმეთ, რომ ეგეც არაა ცოტა. წირვა გამოვყვანეთ. ჩვენი შემდეგი ლოკაცია არის Melting Pot, რომელიც შედარებით ახალი რესტორანია.
და ისტორიულ შენობაში. აქ იყო სასტუმრო ლონდონი, რომელიც 1875 წელს გაიხსნა. ამბობენ, კარგი ნეკნებიაო, დანარჩენი შიგნით. აია ისტორიულ შენობაში ლაშა. გადავრჩი. ბევრი კაფით დავასხი. არა, მგონი სტანდარტით. აუ, შენ ბევრი კაფით დაასხი. ცოტა ვერ გავთვალე. ო, კარგად იჭრება? ეს იშლება. ეს კომპოსტო როგორ მეყვარს წინ? ძალიან მეყვარს მე. ოკეი. აბა, წავითა. დანას და ჩანგალს რო ჩაარჭობ და რო იშლება უკვე კაია. ვა, ძალიან გემრიელა. ბილიც არის, აი ეს მოტკბო რაზეც ვაპარაკობდით, გაყვება, დაკრავს გემრიელად. შებოლვის გემო მაინც და მაინც ესეთი დომინანტი არ არის. ძალიან გემრიელი. ჩემი არ არის შებოლილი და მაქვს. მეგონი არის. ჯოსპერშია გამომწვარი. მართალი ხარ? და ჯოსპერი მოგიხსენებათ კიდე საოცარი გრილია. გამომწვარი ტიპია. და ინტენსიურად მოტკბო соуსი აქვს, რომელიც რა ვქნა გიჟდები აკლება. მოტკბო соуსი ეს ბარბეკიუ ნეკნებისთვის მისწრებაა რა. ვაშა, ჯოსპერი რა განსაკუთრებულ გემოს ანიჭებს. იდეაში სხვა გრილზე შეგიძლია რომ იგივე შედეგი მიიღო. უბრალოდ ეს არის დახურული გრილი, რომელშიც ნუ ცეცხლის კონტროლი ყველაზე კარგად შეგიძლია ადის ზევით, ქვევით, რაღაცა, ანუ ტემპერატურის კონტროლი არის თან გამარტივებული რა. ერთ-ერთი საუკეთესო გრილია მსოფლიოში. კარგი. იყიდი. ვიმახსოვრებ. ეს დნება ხორცი, აი ცხიმიც კარგად ეტყობა. ხელის დასურათად უნდა რა. ეს არის ჭამა. ნეკნების ეპიზოდს რომ მოვჩებით, თო ნეკნებს კიდე შეჭამ? თუ შაურმასავით აღარ? არა, შაურმასავით არ ვიქნები. ჯერ კიდევ სიამოვნებით ჭამ და მესამეზე უკვე ისე ვარ ხოლმე. ბურგერზე უფრო მძიმედ ვიყავი და მწვაძე. ყველაზე ადვილი იყო პიცა. მერე ჭუტი არ იყო ძნელი. ანუ აი არ ვიცი, ნეკნი მისჩევნია მწვაძ ბოდიში. არა მისჩევნია. არსი მხატვარი იყო ჩამოსული თბილისში და მის მიერ გაკეთებული ესკიზებია ქართული ორნამენტებით და ქართული ხალიჩების. ნაწილი გამოფენილი. ცაოსია. ჩემთვის შეიძლება ქართველი რო ვარ, იმიტომ, მაგრამ აი ეს ქართული ფერები და ესთეტიკა, რაც არის, იმ სუყე და დამჯდარი, აი ძალიან ახლოს არის და ჩემთვის ყველაზე ლამაზი. შემდეგი გაჩერება იქნება Craft Grill and Beer. ერთ-ერთი რჩეული არის Craft Grill-ი და ლუდი, რომელიც ამ შემთხვევაში ჩემი დელაშას გემოვნებით მოხდა ამ სიაში. ნეკნების ეპიზოდის წინას გავაკეთე გამოკითხვა, როგორც ვაკეთებ ხოლმე სოციალებში და YouTube-ზე. და ნუ რაღაცეები არის, სადაც ვერ მივდივართ თქვენი რჩეულები და იმას მერე ცოდვების ეპიზოდში მოვახვედრებთ. Quest'inascia necessità un'età resto da isso Quest'inascia uma spinzlesi მადლობა. ძალიან ლამაზად გამოიყურება ორივე. da o vicino
მოკლედ ორი კერძი გვაქვს, როგორც კადრში ნახეთ. ერთია საქონლის ნეკნი, coleslaw-ით, ბინჯით და რაღაც საინტერესო соуსით და მეორეა ბარბეკიუ соуსით, ღორის ნეკნი და აი ძალიან ბევრი რამე მოყვება. ასევე მათ შორის აქ დამზადებული სოსისი. აიმე ღორის ნეკნით ვიწყებთ? იშლება. ღორის ნეკნით უნდა დავიწყოთ, იმიტომ რომ ყველგან ღორის ნეკნი გვაქვს ლაშა დაგემოვნებული და იმისთვის რაღაცა სასწაულები მოყვება და გადმოგირებ რაც კიდე. გადმომიღე ნეკნი. ახლა ძვირფასო. მადლობა. სოსისიც გადმომიღე. ადგილობრივი სოსისია. ეს რა არის? ანანასი მე მგონი. ო. coleslaw. ეს მჟავეულობა. გასინჯული მაქვს აქ და ფანტასტიკა. соуსები გინდა და კარტოფილი? სოუსებს მე გადმოვიღებ. კარტოფილი? კარტოფილი იყოს. გალამაზი თებში შენ გამომიღე. აჩვენე შენი თებში. ამანამდე მე გავიკეთებ, გავიმზადე. ნეკნი სოსისი. coleslaw, კარტოფილი, მჟავეული და დავიწყე ჯამი. ბატატა, ხო? ბატატი. შო, აღარ დამინდო არა. ძალიან დიდია. ეს რამდენ კაცზე იქნება შენი აზრით? კაი. მე გავსინჯე ნეკნი, მაგრამ დაგელოდები კომენტარისთვის. რუბიკონი გადალახულია, კერძი შეკრულია. დავიწყებ. ლაშას ძალიან შიო და. სიგიჟერნემშია. ძალიან კაია. და ყველაფერი ეს უხდება. ნეკნი არის გამომწვარი. ოდნა უფრო განსხვავებული სტილის არის ვიდრე ცეხში და განძაზე იყო. მაგრამ соуსი აქვს სასაული. აქაც უფრო ნაკლებ ცხიმიანი არის, იქ უფრო ცხიმიანი იყო და იშლებოდა უფრო რა. ეს არის უფრო აი კარგად ღეჭვადი. არც გამომშრალი არის, მაგრამ აა სხვა და ვერ ხსნი. ანუ რაო ეს ბატატი თუ ბატატა რა ქვია? ძალიან გემრიელია, რავი, არ ვიცი. ძალიან უხდება. თლიანად რა როგორც არის აწყობილი და რაც მოყვება. ყველაფერს ვაყოლებ. ვერეკო. ოჩა. ახლა შემდგა ცხიმიანი ნაწილები და ძალიან კაი. მოხდება ხო? ეს რა არის? რა, ბოლკი. ბოლკის დავე. დასპონსორებული არ არის. სოსი მოგეწონა? მე უბრალოდ სოსს ვეღარ გავსინჯე. კი. იქ კიდე соуსებია. რომელიც ვეღარ გავსინჯეთ. გავსინჯავ წაწავა. ხო? გადავედით საქონლის ნეკზე და საქონლის ნეკნი უფრო იშვიათობაა ქალაქში, ვიდრე ღორის ნეკნი. ღორის ნეკნი ბევრგან აქვთ რა. ხო და რატო ფასიდან გამომდინარე? ალბათ უფრო ძვირიც არის არა? ალბათ ფასიდან ის, მაგრამ ჩვენი საქონელი ზოგადად ესე ბარბეკიუსთვის არ წინავს. აუ რაღაც соуსი ამომიყირავე იქე. აუ ხო. დაგიდო კიდე. დადი ხა. გააფუჭა ყველაფერს. მაშა ვერ ჭრი. მოდი და შენ დაჭერი მაშინ რო არ იმძრე. ანუ შენ აიღე შენ თავზე თორე მომენტში და დავჭრი, რა პრობლემაა? ერთი წამით. მოდი იმას მე გადავიღებ და შენ დაიდე. იცი საჩეც და ანა აი ეს ნაჭერი რომ არ გადაიღო. ბრინჯი. ბრინჯი ძალიან მეყვარს ხოც შორს. კარგია, ვნახოთ საქონლის ნიკნი როგორია. ნუ, ხორი უფრო იშლებოდა ხო დაჭრისას თუ მეჩვენება. მოგეწონა? კი. კარგია, ცუდი არ არის მართლა. ხორი სხვანაირად რბილი იყო. მე ღორის ნეკნი მირჩევი. მეც. კარგი იყო. Craft Grill and Beer. ინტერიერიც მომწონს. მაგრამ ეს მისაყოლებელი ტიპები რაღაცები, აი. ასწორებს არა? ძალიან ეს კიტრი რა გემრიელი. ო. განგემრიელა.
და მეხუთე ტოპ ადგილი არის street barbecue და გრილი. ამერიკულ სტილში გაკეთებული ნეკნები აქაც ჩემს უკან შესაბოლ მოწყობილობას ხედავთ და დანარჩენს შიგნით გავსინჯავთ და მოგიყვებით. ისე მშია რომ ვერ წარმოიდგენ. იმიტომ რომ 3.5-ია და არაფერი მიჭამია. აქ გვაქვს წარმოდგენილი ნეკნები, რომელსაც შეფასებას გავუკეთებთ და შევადარებთ სხვა ნეკნებს. ბრისკეტი ასევე რომელსაც არაფერს არ შევადარებთ და შესაბოლი აპარატიფია, მოწყობილობაც ისეთია, მაინც ფუფუნება, იმიტომ რომ იაფი არ ღირს და ადგილი უნდა და ხორცი არის უფრო დიდი ფუფუნება. ხორცს ჩამოგვაქვს, ვიკითხეთ სპეციალურად და ჩამოვაქვთ საიდან? ჰოლანდიიდან, ესპანეთიდან, ნუ ევროპიდან. მე მგონი ხო. ამ შემთხვევაში გვაქვს როგორი რბილია. უკვე დაჭრილი ნეკნები. ჩანგემრიელი. ფიშლება ეგრევა. ხელით ხო? აი, მოდი ხელით. შებოლის არომატიც ეწყობა. ხორცი აქ არის რბილია. ძალიან ინტენსიურად არის თან ეს ბოლის არომატი. ხორცი არის ცხიმიანი, იშლება, ურბილესია. პრინციპში აი ამ კერძს რაც უნდა გქონდეს ეს ძალიან რბილი ხორცი და თან ამავე დროს თვითონ ფაქტურა არ უნდა გქონდეს დაკარგული და თან ეძვლებიდან რომ იშლება და სცილდება ყველა რესტორანში ეგ იყო რა. აი ეგ ყველას აქვს მიღწეული, ასე თუ ისე. ხო. ნახე. აცლი ესე. საუზიც ესეთია ხო? კლასიკური მოწყობა ბარბეკიუ. ბარბეკიუ ყველა აკეთებს აი ინდივიდუალურად რა. ამერიკაშიც კი ყველას თავისებური ბარბეკიუ соуსი აქვს და აქაც ახლა საქართველოსიც რა თქმა უნდა ყველა რესტორანი სადაც გავსინჯეთ ბარბეკიუ соуსით ნეკნი განსხვავდება. ეხა ამ ბარბეკიუს соуსსაც შებოლვის არომატი აქვს, რომელიც ცეხშიც იყო. ხო. ამ ორ რესტორანში უფრო соуსშიც იგზნობა. ხო, რა, მკვეთრი ბოლის გემოა. რაც რავი, გემოვნების ამბავია, ვიღაცის მოწოს, ვიღაც შეიძლება გამაღიზიანებელი იყოს ეგეთი ბევრი. მე ვერ გადამიყვარია ორივე მომწონს. აი, მე მომწონს ეგ. ყვამლის გემო. ისე ყველაფერში ძალიან მოდაშია რა, სასმელებში. ნუ ყვამლის გემო ზოგადად სოფლიო კულინარიაში თავის ადგილს იფრინებს. ცეცხლზე მომზადებული კერძები არის დღეს ყველაზე იდემია. პოპულარული. ეს მაკენჩიზია? გავს, ხო. მაკენჩიზ. კაი. ეს უკვე საკონელო. აი ესე თანთალებს. ხო. ურბილესია. ვთქვა რომ ესეც ურბილესია ხო, რაც საკონელში უფრო რთული მისაღწევია ხო რა გადაწყდავაში. ნუ არ ვიცი. გამოიწერეთ. დალაიქეთ ვიდეო. თუ შეცებთ, თქმა კარგად წაიღო, მაგრამ ნახვები, ყველაფერი კომენტარები, გამოხმაურებაც კარგი ქონდა, რაღაც შენიშვნები იყო, შეცდომები ქონდა გაპარული, შემრცხვა. მაგრამ მადლობა რომ დაწერეთ და მე კომენტარში ავპინა. და დრის თქმა მინდა რომ გამომწერი, მხოლოდ იმდენი არ მოემატა და გამოიწერეთ. ძალიან რბილი ხორცია. აი, უნაზესია. და უგემრიელესია. მაგრამ ძალიან ნოყიერი კერძია, მინდა გითხრა. უფრო მეტად ვიდრე ეს. ყვამლის არომატიც აქვს. სულ ოდნავ ჩემთვის აკლია მარილი. არა. შენთვის მივხვდი რომ არ აკლდება ეხა. ნუ მიფუჭებ. ოდნა უნდა რა. არა. ფანტასტიკურია. ეს მაკენჩიზი მიყვარს და რატო გვაქვს აგდებული? კულინარიის შედევრად არ მიიჩნევა თუ რაშია საქმე? არ ვიცი რა მიიჩნევა, მაგრამ ბევრგან არის ხოლმე მაკენჩიზი აი ჩახარშული ძალიან და რაღაცა მე ესე ძალიან მომწონს. ბავშვური გემო. როგორი? ბავშვებს უყვართ ეგეთ გემოები.
აა. მარტივი. ბავშვი ამონი. ბევრი ყველი. აუ. აია გაასწორა. ყველა შემიძლია ესე რეკომენდაცია გაუწიო თავისუფლად ისევ კარგი ტოპ 5 გამოგვივიდა. აქედან ორი მე ვფიქრობ, ამერიკული რესტორნებია, ხო? ხო. ბარბეკიუ. მე თამას ვფიქრობ, რომ ნეკნევი როგორც ახლოს იყო სიკარგით ერთმანეთთან, ეგრე არც ერთი კერძი ჯერჯერობით არ ყოფილა რა. აკოში სანგემრიელია. მაგისთვის ამომაღებინე კამერა, ჭამე. ჭამე აღარ დავტოვე რა უკნაი. კიდე ერთი. რა გახდა ერთი ოპერატორი ესე რო არ ვიღებთ, მაგრამ სატარი არ არის სპონსორი. მოკლედ ესე იგი არხი გამოიწერეთ რა სანამ შეფაზებაზე გადავალთ და ეხა ბევრს არ მოვკიბავ, პირდაპირ 5 ეულს დავასახელებ. და მე ვიტყვი რატომ. პირველ ადგილზე ჩემს გავიდა Craftis ღორის ნეკნი ოღონდ. ძალიან კარგი იყო. холод ნეკნი არ ახდენს ოღონდ მან დეფექტს. მისაყოლებელიც რაც მოყვებოდა, ხო, აი თლიანობაში ძალიან კარგი იყო. მეორეზე გავიყვანდი melting pots. მესამეზე ცეხს გავიყვან. მეოთხეზე street barbecues. და მეხუთეზე გავიყვან ანძას. ოღონდ ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ალბათ ყველაზე ახლო 5 ეული არის, რაც კი დამისახელებია, იმიტომ რომ ნეკნი კონსისტენციით, გემოთი, აი თითქმის ყველა იყო იდეალურად მომზადებული. აი უბრალოდ соусებში იყო ცოტა განსხვავება და გემონების ამბავია, შეიძლება აი ხა მე მეხუთეზე ვინც გავიყვანე, თქვენ პირველზე გაიყვანოთ თავისუფლად. ამიტომ 5-ვე ნეკს აბსოლუტური რეკომენდაცია. მეზიზღება ეს მომენტი, მართლა მეზიზღება მძულ. ჩემი რეიტინგი დღეს არ იქნება. მოყევი ხა. რო არა მოხდება. კაი, მოყევი მალე. კაი. პირველი ადგილი ჩემთვის არის ცეხი. მეორე ადგილი არის Craft Grill and Beer. მესამე ადგილი არის Street Barbecue and Grill. მეოთხე ადგილი არის ანძა, მეხუთე ადგილი Melting Pot. მინდა რომ მიწა გამისკდეს და ჩამიტანოს. არა, ყველა იყო. წვინთ ხოლმე გული წყდება და ყველა არა, ეხა ამ სიტუაციაში რა ყველას პირველ ადგილს რო ხო ვერ მივანიჭებ და უბრალოდ აი ძალიან ისე ჩემ გემოვნებაზე ავაწყეთ, თორე ვამბობ რომ 5-ვე არის საუკეთესო ნეკნი რაც მიჭამია. შემდეგი ეპიზოდი იქნება ლაშამ რო უნდა გადაიღოს, რო არ იცის რა გადაიღოს და სავარაუდოდ ისეც გადაიღებს, რომ ნაბახუცევი ელოდება წინ ბევრი. იმის შემდეგ შევხვდებით გერმანიაში.